ჩემი აზრით ეს მანქანების ამბავი არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ. დაიწყო დიდი ხნით ადრე. და თავიდან ბოლომდე დგას ადამიანების გულუბრყვილობაზე. რას ნიშნავს ეს გულუბრყვილობა? რომ ადამიანები ფიქრობენ, რომ მთავრობას მათთვის ზოგადად კარგი უნდა. აი ერთი წამით ეს რწმენა დაუშვით რომ ცდარია. და ამის ნაცვლად მთავრობა თუ იქ წმინდანები არზიან, მიდრეკილია იმისკენ რომ ხალხი გაპარსოს. ყველა მთავრობა სამყაროში ყოველთვის ასე იყო. და ეს დაიწყო იმით, რომ თავის დროზე ხალხს რო ხვედები ძალით გააკეთებიდეს. და ადამიანების გულუბრყვილო წმენა ის იყო, რომ მთავრობა ამას კეთილშობილური მიზნით აკეთებს, ხალხს ეზრუნავს. ამაზე რამე რო გითხრა მაშინ, ახლაც რომ მეთქვა, რას ლაპარაკობ, ჯერ უნდა გაიზარდოს ხალხი გეტყვის. აი ეს არის გულუბრყვილობა. ამ გულუბრყვილობას მოყვა შემდეგი რეაქცია მთავრობის. მათ თქვეს რომ დავინახოთო თქვენო დაბმულები ხართ თუ არა საკუთარ მანქანაში, საკუთარი სხეულითო, შუშები ვიშლის თქვენი ხელსო. ჩამოწიეთ ეს შუშები. ნუ გაქვთ ჩაბურულიო და ხალხს მოახსნევინეს ჩაბურული შუშები. მერე მოვიდნენ ქოცები. ქოცებმა საერთოდ პედალს მიადგეს ფეხი. ჯერ ხო ჯარიმები ყველაფერზე გაზარდეს. სიტი პარკი 10 ლარი იყო 50 ღირს, თვეში რა ვიცი, რამდენს ვიხდი კაცმა არ იცის. უცბად წარმოიდგინე რომ ფული შოვნა ბევრად უფრო მაგარი მექანიზმი დაიწყეს და თან სულ თქვენ იყავით არგუმენტი. ხალხზე ზრუნვა. შემდეგ ეს არ ეყოთ, რა თქმა უნდა. და ხალხმა ფული შოვაო ჩვენ დროსო და ახლა მოდიო მანქანები ვისაც ყავსო თითო გავპარსოთო რა ვიცი 50, 60, 100 ლარითო და შემოიღეს ტეხასმოტრები. ჰაერს მომჯობესებთ. შემდეგ ეს რა თქმა უნდა ასევე არ იყო საკმარისი. თან გაუვიდა ცუტაშ უკრავდნენ როგორც წესი. გამონაკლისები ყველგან არსებობდნენ, ვინც ვაპროტესტებდით. ის ხალხი სულ არსებობდით, მაგრამ უმრავლესობის რწმენა სულ არ იყო ამაზე, რომ მთავრობა სწორად იქცევა. აი პირველი შერყევა რწმენის მოხდა მაშინ, როდესაც მთავრობამ აკრძალა 10 წელზე მეტი მანქანები. აი ამის მიხედვას რა უნდა ხო ცხადია, რომ ძველი მანქანები კონკურენტები არიან ახალი მანქანების. ის ხალხი, ვინც ახალ მანქანას ყიდის, მიდის მთავრობასთან, ეუბნება, მოდი მთავრობა დამეხმარე მე შენ რაღაცაში, მეც დაგეხმარები, ხელი ხელს ბანს. მთავრობა შემოაქვს შეზღუდვა და მთელ ქვეყანას უბრალოდ უკრძალავს თავისი ოცნებების ახდენას. გაუვიდათ. აგერ არჩევნები ჩატარდა მის მერე, ქოცებმა აიღეს უმრავლესობა, საერთოდ მე მარტოზიან პარლამენტში და ჩვენ რომლებიც ერთადერთი ვიყავით ამ თემაზე, სულ ერთადერთები ვიყავით პარლამენტში, ვინც ვატრაკებდით ამაზე, პარლამენტის მიღმა დავჭით. მთავრობა მიხვდა რომ გაზდის და ქართული გუშინელი უნდა გეყენოთ. ხმას კი აბზომავთ, ხმაო ფეხებზე გიდიაო. ქართული არის თორე გუშინელიო, ამის მიხედვით უნდა დაგაჯარიმოთ. გაუვიდათ. აქერ მეორე არჩევნები მოიგეს. და ახლაო, კაროჩე 10 წლიანიო, უკვე რაშუაშიო, უკვე 6 წლიანამდე ისო რა, 6 წელზე ახალი მანქანა, ძველი მანქანა არ შემოიყვანოთ. ისევ კარემოს დაცვა, პრობკებიო ესა ისა. პრობკები თუ არ, თუ გაქვს. პრობკები გექნება, მაგრამ რა იქნება? 40 წელია ქალაქში ხიდი არ აგიშენებია. და 10 ჯერ გაიზარდა მანქანების რაოდენობა. და ახლა ამბობ, რომ იცი რა, ეს ხალხის ბრალია თურმე, ხალხი უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ შენ ხიდები არ ააშენე, შენ გზატკეცილები არ ააშენე, საგამტარები არ ააშენე. ახლა პრეტენზია ჩვენთან აქვთ. რატომ არ აქტიურობთ? რატომ არ ჩანხართ? ბაზარი არ არის ეგ პრეტენზია სულ სწორია, სულ კაცი, ვისაც გულშემატკივრობს იმისგან სულ მეც ითხოვს. ხმა არ მოგვეცით. და შედეგს ხედავთ. რესურსები არ გვაქვს იმისთვის, რომ ამ თემაზე ისე ვიყვიროთ, რომ მთელ ქვეყანას გავაგებინოთ. ხო და ამ პირობებში რამე მოიფიქრეთ აქცია დაორგანიზეთ, აქციები ბევრჯერ გვაქვს დაორგანიზებული. სანდრო აქვაშვილი აქტივისტია აქციების დაორგანიზების და უყვარს ეს საქმე, მაგრამ ისეთ საჭირბოროტო საკითხებზე, როგორიც არის თუნდაც კანაფის გამოკაცის არ დაჭერა, ამის მოთხოვნა. თუნდაც ჯარში კაცი იძულებით არ წაიყვანო. აქ ხო ხალხი არ დადის. ხალხი დადის აი სხვა ტიპის ემოციურ აქციებზე, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ასეა და შესაბამისად ვინაიდან იმ აქციებსაც აზრი არ აქვს და იქ უფრო მეტი ხალხი მოდის, უფრო პატარა აქციებს საერთოდ აზრი არ აქვს. მაგრამ მე მჯერა, რომ არსებობს სხვა ფორმები, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ხმა გავაგონოთ მთავრობას, ერთმანეთს, მაგალითად გპ-ის ლექტორებმა ხო გააგონეს. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ჩაწყობა იყო თუ არ იყო ჩაწყობა, ხო გააგონეს. გპ-ის ლექტორებს მარში ხო არ ჩაუტარებიათ, აქცია ხო არ დაორგანიზებიათ. მე მჯერა, რომ ახალი აქტივობა საცდელია და ჩვენ ეს გამოგვივა. აი მანქანას რო ვერ შემოყავს შენი ოცნების და მე გეუბნებით, რომ არასოდეს ამ ყოლია 6 წელზე ახალი მანქანა. არასოდეს 44 წლის ხდები. საერთოდ რო არ ყოფილიყავი პოლიტიკაში, აი ეს ამბავი ხო შემაწუხებდა. და ხო აუცილებლად რამეს გავაკეთებდი. ამ კანონის მიხედვით მე მანქანა არასდროს არ უნდა მყოლოდა.
თავმოყრობის საკითხია რა, რომ აი ესეთი გულუბრყვილოები ნუ ვიქნებით. ნუ დავიჯერებთ, რომ ამით ჩვენ ადრე ცუდ საქმეს ჩავდიოდით და თურმე ბლამის კრიმინალები ვიყავით, აკრძალული მანქანით მოძრაობდით თურმე აქამდე. იმიტომ რომ მთავრობამ ასე გადაწყვიტა. მოდით გააზიარეთ ეს ვიდეო, დაალაიქეთ, კომენტარები დაწერეთ, ხარი დამიჭირეთ, ფული ჩაგვირიცხეთ გირდს, არჩევნებზე როცა მოვა ხარი დამიჭირეთ, რომ ესეთი ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით თქვენი ინტერესების დამცველები არიან, ზოგადად მიუხედავად იმისა, სხვა რაღაცაში ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით, არსებობდნენ უფრო ძლიერი ფორმით, რომ ამის გატანაც უფრო ძვირიჯდებოდეს. მე რო ახლა 10 კაცით ვიყო პარლამენტში, თქვენ ამის გატანა როგორ წარმოგიდგენიათ? ახლა არავინ არა ვართ პარლამენტში მარტო ხოცები ზიან ესე შეხედეთ. ხო და ჩვენ სხვა რესურსები არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ის რომ ერთმანეთი დავინახოთ, მაშინ როცა სიმართლეს ვაპარაკობთ და იმას ვაპარაკობთ, რაც ზუსტად ვიცით რომ ასეა 100%-ით. და ხო ვიცით რომ 6 წელზე მეტი ახალი ძველი მანქანის შემოყვანის აკრძალვა უბრალოდ სისულელეა. და ყველას გვესმის რომ ეს სისულელე უბრალოდ არ შეიძლება ხდებოდეს. ნებისმიერი მთავრობა და შეზღუდვა დგას იმ რწმენაზე რომ ხალხი გულუბრყვილოა და ის ყველაფერს ჭამს. და მოდი ამჯერად ვაჩვენოთ მთავრობას რომ ეგრე არ არის. არა იმიტომ რომ ჩემს პოლიტიკურ ძალას უჭერთ ხარს. ან ნეგევასებით ძალიან. არამედ იმის გამო რომ ჩემს პროფესიაში მე ყველაზე ხმა მაღლავყივირი ვარ და ჩემი პარტია ყველაზე ხმა მაღლავყივირის ამის აბსურდულობის შესახებ. სულ ამას ვაკეთებდით პარლამენტში. მაშინ როცა არ გვისმენდით, ჩვენ ამ კანონის წინააღმდეგ ვიბრძოდით, ასეთი სიუსულელური კანონის წინააღმდეგ. ხო და ახლა ხო დადგა საჭიროება როცა შეგეხოთ, რომ მომისმინოთ, ერთმანეთს მოვუსმინოთ და მთავრობას გავაგონოთ, რომ აი ჩვენი გასულელება არ მოსულა. არ მოსულა ამ კანონის პირიქით გასაუქმებელია აწლიანი შეზღუდვა. გასაუქმებელია ფანჯრების დაბურვა სრულად. მარტო შესამცირებელი გასაუქმებელი და ათასი სისულელები რაც არის მიღებული ჯარიმები არის შესამცირებელი 10 ჯერ. ხო და მოდი აი გამომყევით ამაში, ერთმანეთს დაუდგეთ გვერდში და ერთხმად შეუტიოთ მთავრობას და ვუთხრათ, რომ აი არ ვართ გულუბრყვილოები. თავი დაგვანებეთ, ნუ ჩამოგსვამთ, ნუ გვიგზავნთ ოცნების მანქანაზე ფიქსს, ოცნების ქართული ოცნების კი არა, საკუთარი ოცნების მანქანის შეძენაზე ფიქსს ნუ გვიგზავნთ. იმიტომ რომ ამ კანონით უბრალოდ უამრავ ადამიანს საკუთარი ოცნების მანქანის ჩამოყვანა ეკრძალა. მადლობა ყურადღებისთვის.